მოგესალმებით. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მესამე წელი იწურება. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში ქუჩის აქციებიც ვნახეთ და ბევრი არაადეკვატური განცხადებაც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. უკვე აღარავისთვის აღარ არის დამალული, რომ ომის დაწყებიდან მალევე გარე უცხოელი აქტორებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დადგა სამი მკაფიო მოთხოვნა. უკრაინაში ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება. აქედან თითოეულის ან სამივეს ერთად შესრულება უპირობოდ გამოიწვევდა რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვას და მეორე ფრონტის გახსნას. რაც რეალობა იყო. აქაური რადიკალური ოპოზიცია და მათი გარემფარველები ევროკავშირის სტრუქტურებიდან წინა ბაიდენის ადმინისტრაციიდან კატეგორიულად მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას. ამავე მოთხოვნას იმეორებდნენ უკრაინის ხელისუფლებისა და რადაში უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც. იყო გაუთავებელი გნიასი, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა, ომის შესაძლებლობას გააქრობდა, თურმე რუსეთის არმია მთლიანად უკრაინის ფრონტზე იყო განაწილებული და საქართველოსთვის ვერ მოიცვლიდნენ, თურმე შესაძლებლობების ფანჯარას ვუშვებდით ხელიდან. ზოგმა ისე შეტყობა, რომ სანქციების დაწესებასა და შტატებთან და ევროკავშირთან ინტეგრაციას ერთმანეთს უკავშირებდნენ. რეალობა კი აბსოლუტურად სხვაგვარი იყო მაშინაც და ახლა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ დასავლეთის სანქციებით საუბარი და მოქმედება უშედეგო აღმოჩნდა. მით უმეტეს უშედეგო იქნებოდა რუსეთისთვის ჩვენ მიერ სანქციების დაწესება. სამაგიეროდ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიქცეოდა და ძალიან მძიმე სურათს მივიღებდით. ყოველი წლის ბოლოს ან წლის დასაწყისში ქვეყნდება ხოლმე ქვეყნის მონაცემები ეკონომიკისა და შემოსავლების მიმართულებით. სწორედ ასეთი მონაცემები გამოქვეყნდა 2025 წლის იანვრის დასაწყისში, სადაც საუბარი იყო რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლებზე. აღმოჩნდა, რომ ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებმაც ომის მიუხედავად რუსეთში საქმიანობა განაგრძეს, 2023 წელს რუსეთის ბიუჯეტში $1,200 მილიონი ოდენობის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადეს, რაც აღემატება 2021 წლის გადასახადს. შტატების გარდა 2023 წელს რუსეთში მოგების გადასახადის მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორი გერმანია იყო. გერმანულმა კომპანიებმა რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით $700 მილიონი შეავსეს. მესამე საპატიო ადგილი ავსტრიამ დაიკავა. ჩვენ კარგად გვახსოვს ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა რუსეთიდან დასავლური კომპანიების გასვლის შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რადიკალური ოპოზიციის, მათი გარემფარველებისა და ნეოლიბერალური საზოგადოების მიერ, რომ თუ რუსეთში რომელიმე დასავლური კომპანია აღარ იქნებოდა, მაგალითად მაკდონალდსი, რუსეთიც დაიქცეოდა. ასე იყო ყველა სხვა კომპანიაზეც. სამაგიეროდ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ბიზნესის დამუნათება ხდებოდა, თურმე როგორ ბედავდნენ რუსეთში რძისა და ყველის გატანას და ტურისტების მიღებას. რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენა კიდევ ცალკე თემაა. აქაური რადიკალები ხოშტარიას უფროსობით დროშებით დარბოდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე. ალბათ თვითმფრინავის დაშვებისთვის ხელის შეშლა სურდათ. ამ დროს კი თურმე თავად ამერიკული კომპანიები მუშაობდნენ რუსეთში და კეთილსინდისიერად იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადებს. ეს ერთი მაგალითი, რომ დასავლური სანქციების პოლიტიკა ყოვლისმომცველი ვერ იქნებოდა. არც იყო და ამ სანქციების საკითხს აქ იყენებდნენ რადიკალურ ოპოზიციაში ქუჩის აქციების ორგანიზებისა და ანტისახელისუფლებო განწყობების გასაღვივებლად. სანქციების პოლიტიკის ჩავარდნაზე საუბრობს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანიც. მისი ხედვა იმდენად რეალისტურია, შეგვიძლია მისივე სიტყვები უცვლელად მოვიყვანოთ. დაასრულეს სანქციებმა ომი? არა. დაანგრიეს მათ რუსეთის ეკონომიკა? არა. შეძლო ევროპამ რუსული ენერგორესურსების სხვა ხელმისაწვდომი წყაროების ჩანაცვლება? არა. ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შემუშავებულმა სანქციებმა ერთ რამეს მიაღწია. მათ ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გაანადგურეს. ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები, რომელზეც ორბანი საუბრობს, ნამდვილად საჭიროა და უკვე აშკარაა, რომ ის პოლიტიკა, რასაც სანქციებისა და ზოგადად უკრაინასთან მიმართებით ვხედავდით, წარსულს ჩაბარდა. სწორედ ამ ხედვის შედეგი იყო ის, რომ შეიქმნა ომში უკრაინის უპირობო გამარჯვების ილუზია. ამ გამარჯვებაში კი რატომღაც სხვა ყველაფერთან ერთად სანქციებს
მთავარ როლს ანიჭებდნენ. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 15 პაკეტი მიიღო და მე-16 პაკეტზე მუშაობენ. სანქციების თითოეული პაკეტის მიღების დროს კი ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა ისეთ განწყობას ქმნიდა, რომ ცოტაც და რუსეთი ომს შეწყვეტდა და უკრაინა გაიმარჯვებდა. სანქციების ლამის თითოეული პაკეტის მიღებისას კი აქ ჩვენთან რადიკალური ოპოზიცია ხელახლა სანქციებს ითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამის გარეშეც არ აკლებდნენ. და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. შეიცვალა შტატებში ადმინისტრაცია და ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ცივი შხაპი მიაღებინა ყველას, განსაკუთრებით ევროკავშირში. როგორც რუბიომ აღიარა, არ იყო გულწრფელობა, როდესაც ხალხს რაღაცნაირად დააჯერეს, თითქოს უკრაინას შეეძლო არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება, 2014 წლამდე არსებული ტერიტორიების დაბრუნება. შტატებმა დააფინანსეს ეს ჩიხური მდგომარეობა. ამ ჩიხურ მდგომარეობაში სანქციების პოლიტიკას თავისი ძლიერი როლი აქვს. ჩეხი ანალიტიკოსი მიხალ სმეტანა იმაზეც საუბრობს, რომ დიდი ალბათობით უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ტრამპი და პუტინი დასხდებიან უკრაინელების გარეშე და არც ევროკავშირს კითხავენ რამეს. ეს კი თავად ევროკავშირის ბრალია, ვინაიდან თავად აირჩია გეოპოლიტიკური ჯუჯის როლი. ეს კი მოხდა მაშინ, როდესაც გლობალური ომის პარტიისა და Deep State-ის მიერ ევროკავშირის სტრუქტურები შეივსო და დაკომპლექტდა აგენტოკრატიით, ჩინოვნიკებით, რომლებიც მხოლოდ შტატების გლობალისტურ და ნეოლიბერალურ ინტერესებს ატარებდნენ და საკუთარი ევროპული ინტერესები გვერდით გადადეს. ამის შედეგი კი არის ის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, რასაც ვხედავთ გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩავარდნილი დასავლური სანქციების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. სიტყვა მოლაპარაკება უკრაინის ომის ლექსიკაში ყოველთვის იყო, თუმცა რიტორიკაში მხოლოდ ახლა გაჩნდა. ზელენსკიც კი, რომელიც ადრე მხოლოდ ბრძოლაზე საუბრობდა და დასავლეთისგან მხოლოდ დაფინანსებას და შეიარაღებას ითხოვდა. უკრაინას სჭირდება იარაღის მიწოდება. ჩვენ გვჭირდება მძიმე артиლერია და სამხედრო აღჭურვილობა. ახლა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს. პუტინთან შეხვედრა სურს და ომის დასრულებაზე ლაპარაკობს. მე მესმის, რომ ჩვენ საერთო სურვილი გვაქვს დასრულდეს ომი. უკრაინელებზე მეტად ეს არავის უნდა. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტები, ვიმუშაოთ უფრო მჭიდროდ, შევიმუშაოთ ეფექტური გეგმა. შემდეგ კი გადავიდეთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე მტერთან, პუტინთან, რუსებთან. რა შეიცვალა? 2022 წლის 31 დეკემბერს ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში ზელენსკი ამბობდა. ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. 2024 წლის 15 ნოემბერი. ომის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ იგივე ზელენსკი იტყვის. ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომი მომავალ წელს დავასრულოთ დიპლომატიური მეთოდებით. 2022 წლის 23 აგვისტო. ყირიმის პლატფორმის სამიტი. უკრაინის პრეზიდენტი იტყვის. ჩვენ დავბრუნდებით ყირიმში. ყველაფერი დაიწყო და დასრულდება იქ. 2024 წლის 21 ნოემბერი. ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ 10,000-ობით ჩვენი ხალხი, რომლებიც ყირიმის დასაბრუნებლად იღუპებიან. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური გზით. ტელეგრაფი უკრაინის პრეზიდენტის რიტორიკის ცვლილებას თეთრი სახლის მეპატრონის ცვლილებას უკავშირებს და ამბობს, რომ ზელენსკის მეომრული და მაქსიმალისტური რიტორიკა აღარ აქვს. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, უკრაინის პრეზიდენტი როგორც ჩანს თანდათან უარს ამბობს რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხების ამბიციებისგან. ერთი შეხედვით ზელენსკი დონალდ ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა. ეკონომისტის გამოკითხვით უკრაინელების 52% უკვე ომის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს უჭერს მხარს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 30%-საც კი ვერ აღწევდა. ბრიტანეთის ყოფილმა სამხედრო ატაშემ კიევსა და მოსკოვში თქვა, ბატონი ზელენსკი ახალ რეალობას ეგუებაო. სიტუაცია უკრაინაში მყიფეა. ეს არის ახალი რეალიზმის ტალღა ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ჯერ კიდევ 2022 წლის 26 მაისს დავოსში. ომის დაწყებიდან მესამე თვეს კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინას ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. მაშინ ზელენსკიმ კისინჯერს ცინიკურად დასცინა. წარსულში ხარ ჩარჩენილი. ეს 2022 წელია და არა 1938 წელი. აქ დაოსია და არა მიუნხენიო. კისინჯერი მალე 100 წლის ასაკში გარდაიცვლება. ზელენსკის კი მწარე რეალობის მიღება მოუწევს. იმის მიუხედავად კალენდარზე რომელი წელია. და უკვე მასთან კიევში, ბაიდენი, შოლცი და მაკრონი, ან ბრიტანეთის პრემიერები კი არ დადიან საბრძოლო ყიჟინით, არამედ უკვე მოლაპარაკებების გეგმით.
ერთ-ერთი მათგანი გერმანიის კანცლერის კანდიდატი კონსერვატიული ბლოკიდან ფრიდრიხ მერცია. გერმანული ლეოპარდისა და ფინანსური დახმარების ნაცვლად მან ზელენსკის საკონტაქტო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. ჯგუფში შევლენ გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი. მიზანი ომის დასრულების საერთო ევროპული ხედვის შემუშავებაა, რომელსაც შეერთებულ შტატებს წარუდგენენ. ყველა, ვინც ადრე ომზე საუბრობდა, არა მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზზე მარცხდება, არამედ საკუთარ ქვეყანაშიც წააგო არჩევნები, დაკარგა რეიტინგი. კისინჯერი ალბათ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მალევე თქვა, რომ დასავლეთი ამ ომს ვერ მოიგებდა. ალბათ იმიტომ, რომ სერიოზული ექსპერტები პირველ რიგში სვამენ კითხვას. შეუძლია კი უკრაინას რუსეთის დამარცხება. რუსეთი ატომური ქვეყანაა, უკრაინა არა. მისი არმია 2 მილიონამდე ჯარისკაცს ითვლის, უკრაინის მხოლოდ 260,000. მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთს მე-12 ადგილი უჭირავს, უკრაინას 97. თითქოს თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო, როგორი დასასრული ექნებოდა ამ ისტორიას. თუმცა დასავლეთმა ომის განსხვავებული ბუღალტერია აწარმოა. ატომის გამოყენების შესაძლებლობა რატომღაც უარყო. არმიის შევსება ჩათვალეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოხალისეებით შეეძლოთ. ჩვენს შესაძლოა, ამიტომაც გთხოვდნენ მოხალისეების ფრონტზე გაგზავნას. რაც შეეხება ეკონომიკას, აქაც მარტივი ფორმულა დადეს. რუსეთს სანქციებს დავადებთ. მის ეკონომიკას ჩამოშლით და გამარჯვებასაც მალე ვიზეიმებთო. უკვე დღეს, როცა ომი ჩიხში შევიდა, გამარჯვების ილუზიაც კი გაქრა და მოსკოვი ყოველდღე ახდენს უკრაინის ოკუპაციას. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმ დიდ ტყუილზე მიანიშნებს, რომელიც ხალხს შესთავაზეს და არწმუნებდნენ, თითქოს გამარჯვება შესაძლებელი იყო. ვლადიმერ პუტინმა ჩაიდინა საშინელება, მაგრამ არ იყო გულწრფელობა, როდესაც ხალხს რაღაცნაირად დავაჯერეთ, თითქოს უკრაინას შეეძლო არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება. 2014 წლამდე არსებული ტერიტორიების დაბრუნება. ჩვენ დავაფინანსეთ ეს ჩიხური მდგომარეობა. რეალურად მახეში, რომელიც თითქოს რუსეთს დაუგეს, თავადვე აღმოჩნდნენ გაბმული. ყველაზე დიდი მედებს ბაიდენის ადმინისტრაცია და მაკრონი-შოლცის დუეტი სანქციებზე ამყარებდნენ. სანქციებს უნდა ჩამოეშალა რუსული ეკონომიკა, რაც შემდეგ ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევდა მის კოლაფსს და მარცხს უკრაინაში. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ 15 სასანქციო პაკეტი მიიღო. საერთო ჯამში 41 ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ 20,000-ზე მეტი შემზღუდავი ღონისძიება დააწესა. თუმცა დღეს გერმანიის ეკონომიკა კოლაფსს განიცდის და ეკონომიკური ვარდნა გრძელდება. სერიოზული პრობლემებია საფრანგეთშიც. ეკონომიკურმა მდგომარეობამ კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების პოლიტიკურ კარიერაზეც იმოქმედა. რუსეთმა სანქციებს გაუძლო, არ ჩამოიშალა, ფრონტის ხაზზეც წინ მიიწევს. დასავლეთში ხალხი დაუსრულებელი პრობლემებით დაიღალა. და ყველაფერმა ერთად იმ ფიგურებზე გაზარდა მოთხოვნილება, ვინც რეალობას ხედავს. ადეკვატურად აფასებს და სამოქმედო გეგმაც აქვს. ამიტომაც გახდა ტრამპი პრეზიდენტი. ამიტომაც ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები გერმანიაში და ამიტომაც მოითხოვენ მაკრონის გადადგომას. რამდენიმე მაგალითი ვნახოთ. SWIFT-ის აკრძალვა რუსული ბანკების წინააღმდეგ. შეზღუდვამ ვერ გაამართლა. რუსეთი ამ საფრთხისთვის კარგად იყო მომზადებული. სტრატეგიული პროდუქტების ექსპორტის აკრძალვა. შეზღუდვა ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ უფრო გაფართოვდა და თითქმის ყველა სექტორი მოიცვა. რუსეთის გავლით ექსპორტირებული საქონლის ტრანზიტიც კი აიკრძალა. მესამე ქვეყნებიდან რუსეთში ექსპორტი შეჩერდა. ნავთობისა და ენერგიის იმპორტის აკრძალვა. 2022 წლის აპრილში ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალეს. რუსულ გადამზიდებს ჩაუკეტეს საჰაერო სივრცე. შეზღუდვა მინიმალური გავლენა იქონია რუსეთის უნარზე. გააგრძელოს და დააფინანსოს ომი. აიკრძალა მოგზაურობა და აქტივები გაუყინეს ასობით კერძო პირს. 2022 წლის დასაწყისში დავოსის ფორუმზე ევროკავშირის მთავარი კომისარი ფონ დერ ლაიენი აცხადებდა. And we have put in place the strongest sanctions ever. ჩვენ შემოვიღეთ ყველაზე მკაცრი სანქციები მთელი ისტორიის მანძილზე, რის შედეგადაც რუსეთის ეკონომიკა 10 წლიან რეცესიაში აღმოჩნდება. მისი მრეწველობა კი მოკლებული იქნება თანამედროვე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს. ჯო ბაიდენი მაგალითად ამბობდა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაახრჩობს და ყოველწლიურად მას 15 წლით უკან მაინც გადაისვრის. შედეგი რა მიიღეს? ისევ ციფრებს ჩავხედოთ. 2024 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა. საფრანგეთის ეკონომიკა 0.1%-ით. რუსეთის ეკონომიკა კი 3.6%-ით გაიზარდა. ამ ციფრებმა დასავლეთი აიძულა სანქციების მიმართ მიდგომაც შეეცვალა.
მათ დაინახეს, რომ რუსეთს დასავლეთის საზღვაო და სახმელეთო კარები კი მიუხურეს, მაგრამ მოსკოვმა ეს კრიზისი გამოიყენა და სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ინდოეთთან, ასევე თურქეთთან გააორმაგა. ევროკავშირი ეკონომიკურ სირთულეებში თავად აღმოჩნდა და რეცესიაშიც. იაფი რუსული ელექტრომატარებლები გაცილებით უფრო ძვირმა ამერიკულმა ენერგომატარებლებმა ჩაანაცვლა, რამაც გააძვირა ყველაფერი. წარმოება, კომუნალური გადასახადები, პროდუქტი. გერმანიაში ავტომრეწველობა ჩამოიშალა. საფრანგეთში ფარმაცევტულ ბიზნესს გაუჭირდა და მათ თავადვე დაიწყეს შავი ხვრელების ძიება და მათ მიერვე დაწესებული სანქციების დარღვევა. ევროკავშირის მხრიდან სანქციების დარღვევის ფაქტები მედიაში მალევე გაჩნდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, 2022 წლის იანვარში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროპამ რუსული თხევადი გაზი თურქეთიდან შეიძინა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ როიტერმა გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთს გაზპრომთან გამონაკლისის სახით ვაჭრობის უფლება ბაიდენის ადმინისტრაციამ მისცა. თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ 2024 წელს გამოჩნდა. სანქციებს გვერდს უვლის ამერიკაც. 2023 წელს ვაშინგტონი რუსეთისგან ურანის შეძენას აორმაგებს. ბლუმბერგი დასავლეთის ცაზე რუსულ თვითმფრინავებსაც დააფიქსირებს. ისინი აგრძელებენ ფრენას, თანაც უფრო აქტიურად წერს გამოცემა. საქმეს შავმა ხვრელებმაც ვერ უშველა და სანამ ბრიუსელში ევროკრატები თეთრ სახლში კი ლიბერალები რუსეთში ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას ელოდა, გამოსვლები ხალხმა ევროკავშირის ქუჩებში დაიწყო. პოლონეთში ფერმერები გაიფიცნენ, გერმანიაში მუშები, საფრანგეთში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. გასაგები ხდება, რომ სანქციები ვერაფერს ვერ ანგრევს, თუ კი რუსეთის ეკონომიკა იზრდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კი სულ უფრო მცირდება და ეცემა. ევროკავშირი რეალობას კარგად ხედავს. ამიტომაც ის დღემდე ვერ კრძალავს რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტს. პოლიტიკო პირდაპირ წერს, რომ ბრიუსელი მე-16 პაკეტშიც კი არაპირებს თხევადი გაზის ევროკავშირში შეტანის აკრძალვას. ამით ისინი საკუთარ შეცდომას აღიარებენ. სანქციები იყო შეცდომა და ამან მხოლოდ ევროკავშირი დააზარალა. ეს უკვე ფაქტია. ამიტომაც როგორც უკრაინაში, ისე ევროპაშიც მიდგომები იცვლება ომიდან მოლაპარაკებებისკენ და უაზრო შეზღუდვებიდან რეალისტური ნაბიჯებისკენ. დღეს უკვე ევროკავშირი მორიგ სანქციებზე კი არ მსჯელობს, არამედ რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე. ამის შესახებ Financial Times წერს. ისინი რუსულ გაზს უკრაინაში ომის დასრულების პროცესს უკავშირებენ. დიახ, უკვე ყველას სურს ომის დასრულება. ამიტომაც იცვლება დამოკიდებულებებიც. პოლიტიკა უფრო რეალისტური ხდება და არა პრობლემატური. უკრაინასთან მიმართებით და ზოგადად მსოფლიოში ძალთა ბალანსისა და პოლიტიკის კეთების წესები იცვლება. მარკო რუბიომ იმაზეც ისაუბრა, რომ რეალური პოლიტიკის დრო დაბრუნდა და შტატებმა ეროვნული ინტერესებით უნდა იმოქმედოს. ამ ეროვნულ ინტერესებში კი, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულება არ იგულისხმება. საუბარია უკვე შტატების ტერიტორიულ ინტერესებზეც, გრენლანდიის, კანადისა და პანამის არხის მიმართ. აი ამ ახალ მოცემულობაში ევროკავშირი ნამდვილად გეოპოლიტიკური ჯუჯის როლში გამოიყურება, რომელსაც სანქციების 15 თუ 16 პაკეტი შერჩება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებთან ერთად. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.